მოგესალმებით, ეს არის ნამდვილი ისტორიები თეონა გეგელიასთან ერთად. დღევანდელ გამოშვებაში ვილაპარაკებთ კოლაბორაციონისტებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ქვეყნის ღალატში ამხელენ ხოლმე. გავარკვევთ, ვინ არიან ისინი, რა მოტივები ამოძრავებთ და რა ფასი ხდიან ხოლმე მტერთან თანამშრომლობისთვის. კოლაბორაციონისტი, იგივე კოლაბორანტი, ორივე სიტყვა სწორია, ესაა მტრის მხარეს გადასული ადამიანი, რომელიც აქტიურად ერთვება მოწინააღმდეგის პოლიტიკურ საქმიანობაში და საკუთარი ქვეყნის საზიანოდ თანამშრომლობს მტერთან. ასეთი განმარტება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა დიდ ბრიტანეთს კონტინენტური ბლოკადა გამოუცხადა და მოკავშირეებს ლონდონთან ვაჭრობა აუკრძალა. ყველას, ვინც არღვევდა ამ კანონს, უწოდებდნენ კოლაბორანტს. სიტყვა ფრანგული ენიდან მოდის და თანამშრომლობას ნიშნავს. თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მეორე მსოფლიო ომის წლებში. იმ დროს კოლაბორაციონისტებს უწოდებდნენ მათ, ვინც ნაცისტებთან თანამშრომლობდა, თანაც არამხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებული იყო, არამედ იქაც, სადაც დამოუკიდებლობა ფორმალურად შენარჩუნებული ჰქონდათ, როგორც მაგალითად საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ ვიშიში, სადაც საკუთარი მთავრობა ჩამოაყალიბეს. სწორედ ამ ომის დასრულების შემდეგ ჩნდება დისკუსიაც, კოლაბორაციონისტების სიტუაციის მცევლები არიან თუ შეგნებული მოღალატეები. ამასთანავე სამოქალაქო კოლაბორაციონიზმი განსაკუთრებულ კითხვებს არ აჩენს. ოკუპაციაში მოყოლილი რიგითი ადამიანები გადარჩენას ცდილობენ. სხვა საქმეა სამხედროები და პოლიტიკოსები. და სწორედ ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია ისევ საფრანგეთს უკავშირდება. კლასიკურ კოლაბორაციონისტზე ლაპარაკისას პირველი, ვინც ახსენდებათ, ესაა გენერალი ფილიპ პეტენი. ის, რაც პეტენს შეემთხვა, ხშირად აფასებენ როგორც ისტორიის ირონიას. პირველი მსოფლიო ომის დროს 60 წლის გენერალმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ვერდენთან გერმანელების დამარცხებაში. ეს ბრძოლა წელიწადს გრძელდებოდა და სწორედ პეტენის დამსახურებით ფრანგებმა გერმანელები დაამარცხეს და შეტევაზეც გადავიდნენ. 1918 წელს მან მიიღო მარშალის წოდება, მას საფრანგეთის გადამრჩენელს უწოდებდნენ. ომის შემდეგ პეტენი აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1940 წლის მაისში გერმანიის არმიის პირველი წარმატებების შემდეგ პეტენი სასწრაფოდ დანიშნეს მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილედ. მარშალი არწმუნებდა მინისტრებს, რომ პარიზში კომუნისტური გადატრიალების საფრთხე უფრო საშიში იყო, ვიდრე გერმანელების გამარჯვება. ის ამტკიცებდა, რომ ფრანგებს არმიის დარჩენილი ნაწილი უნდა შეენარჩუნებინათ, თუნდაც კაპიტულაციის ფასად. საფრანგეთი ჩაბარდა, მისი ჩრდილოეთ ნაწილი დაიკავეს გერმანელებმა, ხოლო ფორმალურად დამოუკიდებელი სამხრეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა 84 წლის პეტენი, რომელიც ფრანგებს მოუწოდებდა ოკუპანტებთან სრული თანამშრომლობისკენ. პეტენს სიცოცხლის ბოლომდე მიაჩნდა, რომ ის იყო საფრანგეთის პატრიოტი და პატრიოტიზმი მას ესმოდა ასე, რომ უნდა გადაერჩინა და შეენარჩუნებინა საფრანგეთი ყველაფრის ფასად, ნებისმიერი სახით. საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ 90 წლის პეტენი გაასამართლეს. მან უსიტყვოდ მოისმინა ბრალდებები სახელმწიფოს ღალატში და სასიკვდილო განაჩენი, რომელიც უვადო პატიმრობით შეუცვალეს. ამის შემდეგ მან კუნძულ იეზე ციხეში კიდევ 6 წელს იცოცხლა. ცხადია, რომ ადამიანები მტრის ადმინისტრაციასთან შესაძლოა ზეწოლის და მუქარის გამო თანამშრომლობდნენ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამას საკუთარი ნებით, ძალაუფლების გამო ან გამდიდრების სურვილით. ზოგიერთები კი სულაც იდეების გამო აკეთებენ. მაგალითად, 1930-იან წლებში ვიტკუნ ქვისლინგმა ნორვეგიაში პრონაცისტური პარტია შექმნა და როდესაც 1940 წელს გერმანია ნორვეგიაში შეიჭრა, მან სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და მართავდა ქვეყანას 1942 წლიდან ომის დასრულებამდე. გერმანელებთან თანამშრომლობის გამო ქვისლინგის სახელი დღემდე მოღალატის და კოლაბორაციონისტის სინონიმია. ომის დამთავრების შემდეგ ნორვეგიის მთავრობა მის დააპატიმრა, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გაასამართლა და სიკვდილით დასაჯა. იგივე ბედი ეწიათ ნიდერლანდელი ფაშისტების ლიდერს ადრიან მიუსერს და სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტ იოსეფ ტისოს, რომელიც იყო თეოლოგი და ერთდროს კათოლიკე მღვდლადაც მსახურობდა. დღემდე სადავოა ბევრი ცნობილი ბრენდის რეპუტაცია, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით და ძირითადად ბიზნეს ინტერესების გამო თანამშრომლობდნენ ნაცისტებთან. კოკო შანელის კავშირების შესახებ გერმანელებთან საფრანგეთის ოკუპაციის წლებში ცნობილი გახდა მისი გარდაცვალებიდან მალევე. 1970-იანი წლების დასაწყისში, თუმცა ისტორია მოგვიანებით დაზუსტდა და აი რას წერდნენ მისი ბიოგრაფები.
გაბრიელ შანელი დათანხმდა თანამშრომლობას, რათა ნათესავი ტყვეობიდან დაეხსნა. გერმანულ დაზვერვას სჭირდებოდა მისი კავშირები დიდ ბრიტანეთთან, კერძოდ მისი მეგობრობა პრემიერ-მინისტრ ჩერჩილთან. შანელმა ვერ შეძლო აბვერის დავალების შესრულება და ჩერჩილთან დაკავშირება, თუმცა მიჩნეულია, რომ სწორედ ბრიტანეთის პრემიერი დაეხმარა მას, როდესაც საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ 1944 წელს ის კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულეს. შანელი შვეიცარიაში გაემგზავრა და მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში. 2004 წელს გამოიცა წიგნი ლუი ვიტონი ფრანგული საგა. ამ წელს ბრენდი 150 წლის გახდა. წიგნის ავტორი წერს, რომ ვიტონის ოჯახის წარმომადგენლები აქტიურად უჭერდნენ მხარს მარშალ პეტენის მარიონეტულ მთავრობას, რომ თანამშრომლობის მიზეზი ერთი მხრივ იყო ის, რომ ოჯახი შეპყრობილი იყო კომპანიის გადარჩენის იდეით, თუმცა რეჟიმის მემარჯვენე შეხედულებებსაც უთანაგრძნობდა. იტალიის მეორე მსოფლიო ომში ჩართვის შემდეგ გუჩის ოჯახის წევრებიდან ყველა გაიწვია სამხედრო სამსახურში უფროსი შვილის ალდოს გარდა. სწორედ მან გააფორმა ფაშისტურ მთავრობასთან კონტრაქტი, რომ კომპანია არმიისთვის ჩექმებს შეკერავდა. ჰუგო ბოსის ფაბრიკა 1923 წელს დაარსდა და 1930-იან წლებში გაკოტრების პირას იყო. 1931 წელს მისი მფლობელი ჰუგო ბოსი ნაცისტების პარტიაში შევიდა და ისტორიკოსების ცნობით ასე გადაარჩინა ბიზნესი. თავდაპირველად ის კერავდა ფორმებს ჰიტლერ იუგენდისთვის. ომის დაწყების შემდეგ კი ვერმახტის ჯარისკაცებისთვის. მეორე მსოფლიო ომის დროს განსაკუთრებით პირველ წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კოლაბორაციონიზმის და მტერთან თანამშრომლობის ფაქტებს ისტორიკოსები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. საქმე ის არის, რომ მესამე რაიხის და მისი მოკავშირეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩნდა თითქმის 70-80 მილიონი საბჭოთა მოქალაქე. ზოგიერთი ისტორიკოსი მიაჩნია, რომ კოლაბორაციონიზმი იყო შედეგი და ერთგვარი გაგრძელებაც კი რუსეთში 1918-1920 წლების სამოქალაქო ომის. რომ ბევრს უბრალოდ არ სურდა თავად დამპყრობელი კომუნისტური რეჟიმის დაცვა. სხვები ამტკიცებენ, რომ მასობრივად ტყვეთ ჩაბარების ფაქტი იყო საბჭოთა არმიის მოუმზადებლობის შედეგი, რომ ჯარისკაცებს ომის პროცესში უწევდათ ბრძოლის სწავლა. ბევრს გერმანელები უბრალოდ აიძულებდნენ მათ მხარეს ბრძოლას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წაგება დაიწყეს და მასობრივად ჩართეს საკუთარ ბრძოლებში ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ფრონტისპირა რეგიონებიდან. არსებობს სტატისტიკაც, თითქოს 1941-1945 წლებში გერმანელების სამხედრო სამსახურში იყო მილიონზე მეტი საბჭოთა მოქალაქე. კიდევ 3 მილიონი ჰყავდათ იძულებით სამუშაოებზე. 1968 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი სტენლი ჰოფმანი ვიშისტური საფრანგეთის მაგალითზე გამოვიდა ინიციატივით გაემიჯნათ ერთმანეთისგან ნაცისტებთან კოლაბორაციონისტული თანამშრომლობა და გერმანიასთან თანამშრომლობა სახელმწიფო მოსაზრებებიდან გამომდინარე. მეორეში ის გულისხმობდა მტერთან კომუნიკაციას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ეკონომიკური ცხოვრების შენარჩუნების და ოკუპაციის დროს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის გამო. ასეთი თანამშრომლობა შესაძლოა ყოფილიყო როგორც ნებაყოფლობითი, ასევე იძულებითი. კოლაბორაციონიზმი ისტორიკოსს ესმოდა როგორც გაცნობიერებული და იდეოლოგიურად მოტივირებული თანამშრომლობა მტერთან. ისტორიკოსი ვერნერ რინგსი კოლაბორაციონისტებს განსხვავებულ ტერმინებში აღწერს, ისყობს მათ ნეიტრალურებად და ტაქტიკურებად. ნეიტრალურები მოგვიანებით ამტკიცებდნენ ხოლმე, რომ მტრის რეჟიმზე მუშაობა დაიწყეს გარემოებათა გამო, რომლებსაც თავად ვერ მართავდნენ. ტაქტიკურების თქმით, ასეთი ურთიერთქმედება მტერთან დამპყრობლებთან ბრძოლის ნაწილი იყო და წინააღმდეგობას ნიღბავდა. ამ ბოლო არგუმენტს სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა კონფლიქტში ხშირად მიმართავდნენ ხოლმე კოლაბორაციონისტები სასამართლო პროცესებზე, რომლებიც მათ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ იმართებოდა. პროფესორი შეინ დარსი წერს, რომ კოლაბორაციონისტები თავს ასეც იმართლებდნენ, რომ მათ თითქოს აიძულებდნენ, რომ ისინი წავიდნენ თანამშრომლობაზე, რათა ძალაუფლება უფრო სასტიკ და რადიკალურ ადამიანებს არ ჩაეგდოთ ხელში. მოკლედ ისინი ამტკიცებდნენ, რომ კეთილი მოტივები ჰქონდათ და ყველაფერს მშვიდობის მისაღწევად აკეთებდნენ. რომის სტატუტი, დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მუშაობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, განსაზღვრავს, რომ კოლაბორაციონის არ დაემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუკი მას სწორედაც რომ აიძულეს თანამშრომლობა, გარდაუვალი სიკვდილის ან ფიზიკური დასჯის მუქარის ქვეშ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი მუშაობა არ მოიტანს იმაზე მეტ ზიანს, ვიდრე მოიტანდა ის, რომელსაც კოლაბორაციონისტი თავს არიდევდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი კოლაბორაციონისტს აიძულებენ თანამშრომლობას,
და სხვა ადამიანის მოკვლას, დიდი ალბათობით მასზე მაინც გავრცელდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ყოველ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში კორეის და ვიეტნამის ომების შემდეგ ამისთვის სჭიდნენ. კოლაბორაციონისტების გასამართლება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას და გაგრძელდა ომის დასრულების შემდეგაც. თქვენ რა აზრის ხართ კოლაბორაციონისტებზე? ვინ არიან ისინი? გარემოებათა მძევლები თუ უბრალოდ მოღალატეები? მოგწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გამოიწერეთ ნამდვილი ისტორიები, დააჭირეთ ზარის ღილაკს, რომ ახალი გამოშვებების შესახებ მიიღოთ შეტყობინებები. არხის შემომწირველებისთვის კი ინფორმაცია ვიდეოს აღწერაშია. მომავალ შეხვედრამდე.